Christus mier saquarello, sbano zadano, Christi arsia. Iharet hoxave sopelsashi, cheltanas. საღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორისა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ მკვიდრ თივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებ თანამემამულეთ. თქვა იესომ, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. აღსრულდა უფლის განკაცებით დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, ქრისტე აღდგა. ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღსილნი ვხმობთ ქრისტე აღდგა. საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი იშვარჩეული ერის ისრაელის წიაღში ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე. მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს. პირველი ადამი მიწისაგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა. მეორე წმინდა ქალწულ მარიამისაგან სული წმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამიანის შეცოდებით 64 დავკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე. ხოლო მეორე ადამიანმა, ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და 64 კარი კვლავ განგვიღო. განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და გვიდგინა ცოდვით შებრალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდის სასამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს. სულ რაღაც 3 წელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა. თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი განგებულების შესაბამისად გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე ფერიცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტსულებსაც უკრძალავდა გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ. სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი. უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არა მიწიერთან და ამავე დროს მშობლიურთან ჰქონდათ შეხება. და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ. მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილი იყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ. იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი მართალია ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით უსმენდნენ მაცხოვარს.
თუმცა 4 დღის მკვდარი ლაზარეს აღდგენების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს, ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს ხსნელის სადიდებელი ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა. ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უფალი უკვე ყველა შეეხო და როგორც საერონი, ისე განსაკუთრებით სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა. ან უნდა მიეღო იგი მესიად, ან უარეყოთ. დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა. მოვლენები უსწრაფესად განვითარდა. ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს გამთენიისას გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აწვეს. პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალმდებლის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა. იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებელს სინედრიონის წევრებს იგი რომაელ პროკურატორთან პილატესთან უნდა მიეყვანათ, რადგან რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება. ამასთან უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით დაჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით ჰქონდათ განზრახული. გარდა პილატესი, იგი მეოთხედ მთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიგვარეს, ისე რომ უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან. იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა. წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და დამცირების მიზნით თავის მოსასხამ მოცმული საბოლოო მსჯავრისათვის პილატეს გაუგზავნა. პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა, აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას, ჯვარს ეცვა იგი. სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე. სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისხმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართალს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული. ბრძენ კაცებად მოჰქონდა თავი და შლეგებად იქცნენ. უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლეს და ჭეშმარიტებას. ერთი შეხედვით მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და ადამიანური ლოგიკით ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილეში საპირისპირო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნება შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანის, მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს
ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი ღვთის მადლითა და ძალით მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება. მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმული სულიერი მხარე, როგორც ვიცით, შემოქმედის ასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა, როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღიხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი. ბაბილონის გოდოლის მშენებლობით გამოვლენილი ამ პარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა. ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამიანის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას. მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა. თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არათუ მათ თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ. ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვა და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა. ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყარო დასჯიდა. მათ ძლიერება დაამხობდა, ჯოჯოხეთის ფჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა. დაინთხა სიკვდილი ძლევით, სადარ ჯოჯოხეთო ძლევა შენი, სადარ სიკვდილო საწერტელი შენი. ამიერიდან მართლმორწმუნეთათვის იმ ქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათაგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ საყოველთაო აღდგომით უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ. მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდება, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომელი მაცხოვარი სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცა დამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და 60 ქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა. ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთა დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეზრწუნებულნი გარეთ გამოსვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვიხსნა გზა. ამიტომაც სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა. ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზე და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს. უფალმა ადამის ცოდვის გამოსყიდვით თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველს მყოფელი, რომ ავაზახ სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამ ქვეყნიური ცოდვები მიუტევა და 60 კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგცა იმედი სინანულით გზის ცხონებისა. ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენი პირველმშობლებს ცოდვა 60-ში რომ მოენანიებინათ
დანაშაული რომ ერთმანეთისა და მათ თურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაიჯებოდნენ. ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც პეტრე მოციქულის მსგავსად შეწყალებას მიიღებდა. მაგრამ იგი სინანულის ნაცვლად სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გახსოვდეთ, რომ რაც უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს. ზეციურ მკურნალს არ ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა. ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა უჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული. წინა საადგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწვევს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოფხვრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, ურთიერთ სიყვარულში დაბრუნება. ბოლო პერიოდშიც და სამწუხარო წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე საადგომო სიხარულის განწყობა ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და განსხვავებული აზრების მიუხედავად შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს შესაძლებლობისამებრ ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს. გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის. უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობის მყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ, მათ რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილის წამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და ჯერათ, რომ როგორც განლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთი სოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით. რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესია ცხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით. დღეს ჩვენთან ერთად უფლის ადგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი. დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნებინებს, რომ ქრისტია განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა, რომ იესოა სიცოცხლე და ერთგვარი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა. მას ყველამ გულით აღმოვთქვათ, ქრისტე აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო
ამინ. სიყვარული თქვენთვის მუდამ ლოცელი ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2024 წელი. იუთად დღესასწაულს ქრისტიანს ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტიანს ჭეშმარიტად აღსდგა. ქრისტიანს ჭეშმარიტად აღსდგა. იხარეთ შეთანხმებას არს დაიწყო.